მთაწმინდის პარკთან ეს ტერიტორია მეორე დღეა ისევ მხოლოდ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. არც ჯებირები და არც სამშენებლო ღობე მერიას არ დაუმონტაჟებია. იქ სადაც ყოველდღე ათობით ტურისტი დადის, საიდან უნდა იცოდეს, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში ზონაა. მერიას გამაფრთხილებელი აბრებიც კი არ დაუმონტაჟებია. აქ არ დგას არც საპატრულო პოლიცია. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ გამოჩნდა მესაკუთრე. მესაკუთრე და სხვა გამოჩენილა ხო არის? მესაკუთრე არც ვინახია, არც ვიცი ვინა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ვადგენთ, რომ ამ შენობას 4 მესაკუთრე ხავს, 3 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი. გიორგი ჩავრაშიანი, ნინო წურწუმია, ნიკა ხიტირი და შპს ფუნიკულიორი. შპს ფუნიკულიორის მესაკუთრეც ნიკა ხიტირია. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ. მივედით მისი რამდენიმე კომპანიის მისამართზეც, თუმცა აქ არც კომპანია დაგვხვდა და არც ადგილობრივებმა იცოდნენ ხიტირის შესახებ. ერთ-ერთი მისამართი კი, სადაც ოფისია რეგისტრირებული, კადრში ჩანს, რომ მიტოვებულია და წლებია, არავინ გამოჩენილა. შპს ფუნიკულიორი არის დაფუძნებული ამ მისამართზე დარეგისტრირებული. არ ვიცი. არაფერი თქვენ მსგავსი არ გაგია და არც ხიტირებს არ იცნობთ, არც ირაკლის, არც ნიკას. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 28 წლის ბიჭის სიკვდილზე და კიდევ 2 ადამიანის დაშავებაზე. ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კალაძის უწყებაში თავს იმართლებენ და ამტკიცებენ, რომ არაფერ შუაში არიან. მერია ამბობდა, რომ არ იყო დამნაშავე, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის დაბალი ბარიერის გამო აქ ტურისტი ჩავარდა და დაიღუპა. ტრაგედიის შემდეგ ჯებირები აამაღლეს. მერია ამბობდა, რომ არ არის დამნაშავე, როდესაც რიყის დოქებთან სკოლის მოსწავლე ჩავარდა და დაიხრჩო. აქ საშიში ადგილი ტრაგედიის შემდეგ აჭედეს. მერია ახლაც ამბობს, რომ არ არის დამნაშავე. თქვენ ზედამხედველობას უწევდით, ყავდათ მესაკუთრე გაფრთხილებული. რა ეხლა ამ ფორმით რეკომენდაციას ვეკავაკეთებ. იქ არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობდა. სამუშაო არ მიმდინარეობდა, მაგრამ არ იყო აღმნიშვნელი ნიშნები, რომ შესვლა არ შეიძლებოდა უსაფრთხოებისთვის საშიში იყო. პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩაინგრა ეს ადგილი. 3 თვის წინაც დაახლოებით იგივე მოხდა, ჩავარდა იატაკი მაშინაც. მოგმართეთ და გაგცემთ სულ ამოწევა ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო გოგი, ახლა ხომ გცალიათ და ხომ შეგიძლიათ მიპასუხოთ? მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ჩვენს კითხვებს თავს არიდებს, არადა თბილისის მერიის დადგენილებაში განსაზღვრულია, რას უნდა აკეთებდეს მუნიციპალური ინსპექცია. აქ ვკითხულობთ, რომ მას ავალება ამორტიზირებული შენობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟიც. თუ თბილისის გადმოსახედი, სადაც ასობით ტურისტი შედიოდა, სურათების გადასაღებად ავარიული იყო, სად იყო მუნიციპალური ინსპექცია. კიდე როგორც მშენებარე, ასევე უკვე დასრულებულ ობიექტებზე განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს ამორტიზირებულ, უსახო, ხომ შენობა ნაგებობასთან როგორც შეიძლება იყოს პავილიონი, ფანჩატური და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ დებულებაში წერია, ასეთის გამოვლენა და შესაბამისი ზომების მიღების მითითება აქვთ ჩაწერილი. ტრაგიკულ პრაქტიკად აქციას ის, რომ ამ ქალაქში უბრალოდ გადარჩენა არის გამართლების ამბავი. მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, რომელმაც ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტებთან სასაუბროდ ის არ გამოსულა. მის ნაცვლად თავის სამართლებლად კამერების წინ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გამოვიდა, რომელმაც მხოლოდ ის გითხრა, რაც ისედაც ვიცოდით, შენობა, რომელიც ჩაინგრა, მერიას არ ეკუთვნის. რატომ ხდება რეაგირება ტრაგედიის შემდეგ? ამ კითხვაზე შეიძლება ითქვას, შეიძლება გიპასუხოთ, რომ კერძო საკუთრებაა. კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრეებს ვალდებული რომ დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მუნიციპალური ტერიტორიები იყოს დაცული და ნაკლებად იყოს გამომწვევი, თქვათ, რაიმე ინციდენტების. რიყის დოქებზეც კერძო საკუთრება იყო, მაგრამ შემდეგ აიჭერეს. კერძო საკუთრება, კერძო მესაკუთრეებთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრეებს ვალდებულია. ტურისტულად კერძო მესაკუთრეების თემა. თქვენ რომ სახლის ფასადზე გისოსები დაამონტაჟოთ, მერიის ზედამხედველობის სამსახური მოვა და დაგაჯარიმებთ, მაგრამ თუ შენობა, რომელიც კერძო საკუთრებაა, ტურისტული მარშრუტის შუაგულშია და ინგრევა, მერია თავს ვალდებულად არ თulis დაანგრიოს ან შემოღობოს და ხალხი დაიცვას. ჩვენ ხედავთ იმ პათოლოგიურ უპასუხისმგებლობას, რომელიც კალაძის მმართველობას ახასიათებს, სადაც არაფერში საკუთარ პასუხისმგებლობას და როლს არ ხედავენ და არც იმას ამბობენ, როგორ შეიძლება რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაზღვეული ვიყოთ ასეთი ტიპის ტრაგედიებისაგან. როცა 3 თვის უკან მოხდა შემთხვევა, ჩამოინგრა საყრდენი კედელი დაზიანდა და მაშინ გადავრჩით და არ იყო მსხვერპლი. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ტურისტული ადგილი არის, რა თქმა უნდა ჩართულიყო მუნიციპალური ინსპექცია,
გაფრთხილება მიეცა, რადგან ესეთ მოკლე პერიოდში იყო ესეთი შემთხვევა და უკვე განმეორდა, ხო, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ინსპექციის და თბილისის მერიის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. რა ეტაპზეა გამოძიება? ვინ დაიკითხა და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება შენობა ნაგებობის მესაკუთრეებს? რატომ არის შესაძლებელი ისევ თავისუფლად გადაადგილება? ამ კითხვებზე პასუხი ვერც მერიასა და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ მივიღეთ.